ერთი თვე რომ არ გაიარო უბანში, ამ პერიოდის შემდეგ მრავალსართულიანი მშენებლობის დასაწყის შეამჩნევ და ჩაილაპარაკებ, აქაც ახალი კორპუსი დაუწყიათო. თარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ახალი კორპუსების მშენებლობის ტემპს გაუოცები ხარ და არც დეველოპერული კომპანიების რეკლამების ნაკლებობაა. ხო და ამდენი მშენებლობის ფონზე საინტერესოა რამდენად უსაფრთხოა ეს შენობები და შეიძლება თუ არა მათში ცხოვრება. რა ხდება კავკასიის ირგვლივ? ცნობილია, რომ სამხრეთ კავკასია განსაკუთრებით საშიშ სეისმურ ზონაშია მოქცეული. საფრთხე არის სამხრეთიდან დაზრული არაბეთის ფილაქანის სახით, რომელიც წელიწადში 15 სანტიმეტრის სიჩქარით მიცოცავს ჩრდილოეთისკენ. შესაძლოა არაბეთის ფილაქანი მიეჯახოს ევრაზიის ფილაქანს, რის გამოც მოსალოდნელია 9 ბალიანი მიწისძვრები. საფრთხეა ჩრდილოეთიდანაც. კავკასიონის მთელ ქედზე მიმდინარეობს ქანების მასიური ინტენსიური დაშლა და ამის გამო იქიდანაც 9 ბალიანი მიწისძვრების საშიშროებაა. ამიტომ საკითხავია, თანამედროვე კორპუსები გაუძლებს თუ არა 9 ან 8 ბალიან მიწისძვრას. მშენებლობის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება ხანგრძლივი პროცესია და ფესვებს ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იღებს. მაშინ მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები და სტანდარტები უფრო ადგილობრივი ხასიათის იყო და კონკრეტულ რეგიონებსა და ქვეყნებს ეხებოდა. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციები, შემუშავდა საყოველთაო წესები. დღესდღეობით კი უკვე მთელ მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშენებლობის სტანდარტებს, რადგან გამოცდილებამ ყველა საჩვენა, რომ საყოველთაო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის შენობები. ყველა ვთანხმდებით, რომ როცა საქმე ურბანულ განვითარებას და მშენებლობას ეხება, აუცილებელია მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენება. ეს კი განსაკუთრებით საცხოვრებელ სახლებს ეხება. ბინის შეძენა თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ყურადღებით ვარჩევთ პროექტებს, რათა ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება სტანდარტებს, როგორც რამდენიმე ექსპერტი ამბობს, საქართველოში გაუქმებულია ფაქტობრივად ყოველგვარი რეგულაცია, ამის გამო მათი თქმით, რაც შენდება, ყველაფერი დასანგრევია. თლად ასეც არ იქნება, მაგრამ მათი 50% რომ სიმართლე იყოს, ეს უკვე დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. არც ერთი შენობა გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, ახლოსაც არ არის ექსპერტების აზრით სტანდარტებთან. და იმას, რაც ჩვენთან ხდება, თურმე მსოფლიოში ანალოგია არ გააჩნია. რაც შეეხება ძველ შენობებს, როგორც იცით, თბილისის შენობების დიდი ნაწილი ძველია, საუკუნისა და საუკუნე ნახევრის წინ აშენებული. მაშინ სეისმომედეგობის განსაზღვრა არ ხდებოდა და მშენებლობაც უმთავრესად კუსტარულად მიმდინარეობდა. ზოგ ძველ შენობას საძირკველი არ აქვს, ზოგს სარტყელი და სეისმურ უსაფრთხოების ღონისძიებათა გატარება შეუძლებელია, თანაც მათ უკვე გაუვიდათ ექსპლუატაციის ვადა. მეორე ტიპის შენობები გახლავთ საბჭოთა პერიოდის ნაგებობები. 40-50-იანი წლებიდან დაიწყო სეისმომედეგობის განსაზღვრა და იმდროინდელი შენობები 7 ბალზეა გათვლილი, მაგრამ რკინაბეტონის ნორმატიული ხანგრძლივობა 100 წელია, მაშასადამე ამ შენობათა უმეტესობა 50-70%-ით ამორტიზებულია. შესაძლოა 7 ბალსაც კი ვეღარ გაუძლოს, არათუ მეტს. სერიოზული მიწისძვრის შემთხვევაში ისინი ერთ მნიშვნელოვნად დაინგრევა. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აგებულ შენობებს, სეისმომედეგობაზე არც ერთი მათგანი არ შემოწმებულა ადრეულ 90-იანებში, სამინისტროც კი ვერ აკეთებდა ამას. ასე რომ დღეს ფაქტობრივად არც ერთი შენობა გამონაკლისების გარდა არ არის მზად მიწისძვრებისთვის. ცალკე უნდა ვისაუბროთ მიშენებებზე. ბევრს უნახავს მსგავსი მიშენებები, ზოგიერთ კორპუსს გარედან კუსტარულად ფაქტიურად მეორე შენობაც კი აცვია და ცხადია, მათი სიმყარე კრიტიკას ვერ უძლებს. მიშენებები და ბინების ამგზით გაფართოება 90-იან წლებში დაიწყო. რა თქმა უნდა, გაფართოების სურვილი ყველას გაუჩნდა და ხალხმა მასობრივად კორპუსებზე ლოჯიების მიშენება ან დაშენება დაიწყო. ძალიან ბევრ ადგილზე უზარმაზარი კონსტრუქციებია შეზრდილი ძველ უკვე არსებულ ობიექტებთან. საკითხავია, რა ტექნოლოგიებით ხდებოდა ეს, რა მასალას იყენებდნენ ან რამდენად საიმედო იყო ეს მასალა. ანგარიშ გასაწევია ის ფაქტორიც, რომ კორპუსი, რომელზეც მიშენება სურთ, ხშირად უკვე ამორტიზებულია. ამ შემთხვევაში მიშენება განსაკუთრებით საშიშია.
მშენებლობის ხარისხის შეფასებისას პირველ რიგში ყურადღება ექცევა სამშენებლო მასალის ხარისხს, რადგან ხშირად ხდება, რომ კომპანია მშენებლობის ხარჯებს სამშენებლო მასალებზე დაზოგვით ამცირებს. დეველოპერული კომპანიები ფასდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად აკონტროლებენ მშენებლობის პროცესს, უსაფრთხოების ნორმებს და გამოყენებულ მასალას. სწორედ მასალის ხარისხს ეხება ცალკე საკითხი მშენებლობაში და ეს არის რადიაცია. სამშენებლო ეკოლოგიაში განსაკუთრებით მწვავე დგას რადიაციის პრობლემა. მოგეხსენებათ, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ დაიხურა, იქ დარჩა არაერთი ქარხანა და არსებობს ეჭვი, რომ ეს ქარხნები დაანგრიეს. ლითონის ჯართი კი სამშენებლო ლითონად გადაადნეს. სად გზავნიან ასეთ რადიაციულ მასალებს? ხადია იქ, სადაც კონტროლი არ ხორციელდება. შესაძლოა ოთახი, რომელსაც ახლა შენ იმყოფები, სწორედ ჩერნობილ გამოვლილი ლითონის მასალით იყოს აგებული. რა მოუვა ამ შემთხვევაში ასეთ ოთახში მყოფი ადამიანის ჯანმრთელობას თავადაც მიხვდები. ცალკე უნდა ვისაუბროთ რადონზე, რომელიც არის რადიოაქტიური აირი და დიდხანს მას რადიაციასთან აიგივებდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის დამოუკიდებელი ნივთიერება ყოფილა. დღეს დადასტურებულია, რომ რადიაციით დაღუპულთა 70% რადონის ზემოქმედებას შეეწირა. ამიტომ ის ცალკე გამოყვეს. რადონი უფერო უსუნო აირია, მიწის ქერქში წარმოიქმნება და ზევით მიემართება. იქ, სადაც რადონის კონცენტრაცია მაღალია, მშენებლობის წარმოება არ შეიძლება. მომწამლელი აირი საძირკვლიდან შეაღწევს სარდაფში, იქიდან დავალ სართულებზე და აუცილებლად გამოიწვევს ინტოქსიკაციას. ამიტომ ცივილიზებულ ქვეყნებში მიწის სამუშაოების საინჟინრო გეოლოგიურ ეტაპებს რადონის მრავალჯერადი გაზომვაც დაუმატეს. ჩვენთან ასეთი შემოწმება ტარდება თუ არა, თავად გამოიცნობთ. რადონი შესაძლოა სხვა გზითაც მოხდეს შენობაში. ის როგორც გითხარით, მიწის ქერქში წარმოიქმნება და მიწის ქერქში მდებარე ქვის ქანებისგან კი მზადდება ყველა სამშენებლო მასალა: ცემენტი, ქვიშა, ღორღი, ბეტონი, ბლოკი, აგური, არმატურა და ასე შემდეგ. ახლა კი გადავიდეთ საქართველოს კლიმატზე. გამოცდილმა მშენებლებმა იციან, რომ ნესტიან სუბტროპიკულ კლიმატში, სადაც ხშირია ნალექი და გრუნტის წყლის დონე იწევს, საძირკვლის ჰიდროიზოლაციის საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია. მშენებლობის დროს მიწისქვეშა წყლების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს საწვიმარი და წყალარინების სისტემები. ამ პირობებში კი გარანტირებულია საძირკვლის სიმყარე და ამდენად უზრუნველყოფილია შენობის თბოეფექტიანობა. შეჯამების სახით უნდა ითქვას, საზოგადოებასთან ერთად უკვე სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ სამშენებლო ბაზარი თავის ნებაზეა მიშვებული. არც ძველი შენობებია კარგ მდგომარეობაში. დეველოპერულმა კომპანიებმა კი ბევრი სამუშაო უნდა გასწიონ, რათა დაარწმუნონ მყიდველი, რომ მათი კომპანიების მიერ წარმოებული სამუშაოები პასუხობს 21 საუკუნის გამოწვევებს. დღეისთვის სულ ეს იყო. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელ სამშენებლო კომპანიას ენდობთ და რატომ. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. დიდი მადლობა.